რამე ხომ არ მოგივიდა. მანქანიდან რატომ გადმოხვედი? რას ნიშნავს რატომ გადმოვედი? მარტო უნდა დამტოვე და სიკვდილთან შესახვედრად გაიქცე? ასე ნუ მეკცევი. კარგი. წყალს მოგცემ და დამშვიდები. გამარჯობა, მე მეჯნუნი ვარ. თქვენ როგორც ჩანს მისი ცოლი ხართ, არა? თუ ვერ ხვდებით გეტყვით, რომ ამ ადამიანმა ეს წუთია სიკვდილს გადაგარჩინათ. ამ საშინელი სამყაროთი დაავადებული არ ვართ და გადასარჩენიც არაფერია. ზეინეფანიმ, შოკი გადავიტანეთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არა, ვერ გავიგე. ადამიანების სიცოცხლის ხელი იბრაჰიმი უნდა იცავდეს? გამომართვის საყვარელო, დალია. სიკვდილს მე კი არა, შენ გადამარჩინე. ყველა კარგად ვართ, ზეინეფის მამამ რაღაც თქვა, გზაში მიყვებოდა და აქ ამიტომ მოვედი. დიდი მადლობა ზეინეფანიმ, მაგრამ ამაოდ გაისარჯეთ. ამ ადგილის შესახებ ვინ გითხრათ? ალიჯანმა. ოღონდ უკვე 50 ჯერ მაინც გითხარი, რომ ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავინ არაფერი გაიგოს, ისინი კი ჩვენს ადგილმდებარეობას დამნაშავეს ეუბნებიან. ბოდიში უკაცრავად. სხვა დროს აღარ გადაგარჩენთ და ადგილზე მოვდებით. დამნაშავეს. ქალბატონო, მამა თქვენმა ჩვენი მოკვლას სცადა, რადგან მოხვედით და გადაგვარჩინეთ, ახლა რა უნდა ვქნათ? გავიხაროთ? ღმერთო ჩემო. აი, პოლიციაც მოდის ბოლოს და ბოლოს. ამ ყველაფრის უფლება შენ აძლევ, პროცო ლეიტენანტო. მართალი ხართ მეთაურო. შენი ხმა აღარ გავიგონო. მეთაურო, კარგად ხართ? კარგად ვართ, კარგად, ჩვენივრად. მოდი მოგწმინდა. მე თვითონ. აჩარი ჩაძაღლდა. პროკურორს შეატყობინე და შემდეგ განყოფილებაში მოდი. იქ გცემ. უკაცრავად მეთაურო. ჯობდა მომკვდარი ყავით, მაგრამ ამათ არ გადავერჩინეთ. ჩვენი სიცოცხლე კრიმინალებს მიანდე, ჯობდა მომკვდარი ყავით. ვერაფერი გავიგე მეთაურო, რა მოხდა? მოგიყვები, მანამდე სახანძრო გამოიძახე. წყალს დაგისხამ. ხელი არ მახლო. ზეინებ. მორჩა უკვე ჩაიერა. რამ ჩაიერა? ეს რას ნიშნავს? შეიძლება ცოლი მიატოვა და სასიკვდილოდ გაიქცე. საერთოდ არ გიყვარ ვარ? ძალიან მიყვარ ხარ. როგორ არა? მიმატოვე და იმ ადამიანების გადასარჩენად გაიქეცი. მადლობაც კი არ უთქვამთ. ეს არის შენი სიყვარული. რომ მომკვდარი ყავი? მაგრამ არ მომკვდარ ვარ. აქ ვარ, ცოცხალი ვარ, შენ გვერდით. და ის ადამიანები მე კი არა, შენ გადაარჩინე. ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი მაშინ ვიქნები, თუ არასდროს მიმატოვებ. რომ როგორ ჩანს ეს შეუძლებელია. არასდროს მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე. ნუ მეხები გთხოვ. ნუ მეხები. შენთან ლაპარაკი მართლა არ მინდა. ძმაო? აკან. რადგან მოხვედი ალბათ კარგი ამბები მომიტანე. კარგი ამბავი ნამდვილად ვერ მოგიტანე ძმაო. რაც გულისხმობ, არ გამოუვიდათ? ადამიანი, რომელმაც აღიარა, მკვდარია. თქვენი ფანტაზიის წყალობით ჰალილ იბრაჰიმთან დაკავშირებით სხვებიც გადარჩნენ. სამწუხაროდ. როგორ გადარჩნენ? არ ვიცი ძმაო, მაგრამ როგორღაც გადარჩნენ. ამ ადამიანს ძალიან უმართლებს. არ კვდება. იქნებ დროა შევეშვათ. რა სიტყვი? ჩვენ რომ შევეშვათ, თვითონ არ შეგვეშვება ჰაკან. რატომ ვერ ხვდები? ეგეც მართალია. მამას ველაპარაკე. მითხრა ილმაზმა დანაშაული აღიაროს, ციხიდან ჯერ რიзвანი გამოვა და შემდეგ
რამეს ილმაზისთვისაც მოვიფიქრებო. ჰაკან, თუ ყველაფერს ვაღიარებ, აქედან მხოლოდ მკვდარს თუ გამიტანენ. მამას უთხარი გავაკეთებ, რაც გითხრა. მაგრამ თუ უნდა რომ ჩემი აქ ყოფნა დაივიწყოს, გავანადგურებ. ამიტომ გააკეთოს, რაც უნდა და გარეთ გამიყვანოს. ჰალილ იბრაჰიმს მოვკლავ და აქედან მხოლოდ მას შემდეგ წავალ. დანარჩენს შენ და სიძე მოაგვარებთ. ჩემს გარეშე. გადავცემ ძმაო. კი არ გადასცემ. მოაგვარებ. ხალილ იბრაჰიმ, კარგად ხარ? კარგად ვარ ძვირფასო. მაგრამ სულ მტრიანი ხარ. მე შხაპის მიღება გინდა? რამე მოგიტანო? ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჯერ ბაღში დავისვენებ. შეგიძლია ქორთუგი მომიტანო. ხო, რა თქმა უნდა, მოგიტან. მადლობ. სხვა რა უნდა ექნა ზეინებ? სიკვდილის საშუალება მიეცა? შიშისგან გული გამისკდა. შიგნით შევიდე თუ არა სახლი აფეთქდა. იფიქრი მურჯა. ყველაფერი დამთავრდა. ზეინებ, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც გიყვარს? ადამიანი, რომელმაც შენი ქორწილიდან იარაღის მუქარით მოგიდაცა. თანაც იმ დროს მხოლოდ მეგობრები იყავით. ყველამ ვიცით ხალილ იბრაჰიმი როგორი უშიშარია. თუ ვეტყვით საფრთხეს მოერიდო, საზრი არ ექნება. იმედი გაგიწროვდება. მართალი ხარ დედა ფატმა? ადამიანი, რომელიც მიყვარს, ასეთია. კარგი და ეს ყველაფერი მამაშენის მოწყობილია? არ ვიცი, სემა. ილმას ალბათ უნდოდა რომ ჩვენც მომკვდარიყავით იმ ადამიანებთან ერთად. ზეინებ, ხალილ იბრაჰიმმა ქურთუკი მთხოვა. ტანსაცმელიც დასრული აქვს. მაისურსაც წავუღებ თუ გინდა. თვითონ ავიღებდი, მაგრამ მე უკმაყოფილო იქნები. შენ რატომ გთხოვა? იმიტომ რომ მე არ ველაპარაკები, მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებ. დაგეხმაროდაო? არა შვილო, საჭირო არ არის. ტანსაცმლის მოტანა ჯეილას რატომ სთხოვე? ხომ მითხარი რომ არ მელაპარაკები? შეიძლება მე არ გელაპარაკები, მაგრამ შენ ხომ მელაპარაკები? გამომართვი. მოდი ჩემთან. ჩემს ლამაზ ცოლს ძალიან შეეშინდა? შემეშინდა, რა თქმა უნდა. მაპატია რომ განერვიულე. მაგრამ მსგავსი რამ ისევ თუ მოხდება, იგივე სიზამ. მსგავსი რამ თუ ისევ მოხდება, შენ არ წაგიყვან. პირდაპირ. არ გწვენია? თუ წამეყვანი ბოლომდე შენ გვერდით უნდა ვიყო. კართან აღარ დამტოვო. თუ სიკვდილი გვიწერია, ერთად მომკვდებით. თუ გადავრჩებით, ერთად გადავრჩებით. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ გადარჩით. მაგრამ ადამიანი რომელმაც აღიარა მოკვდა და ეს კარგი ნამდვილად არ არის. დიახ, პატივცემულო პროკურორო, ჩვენც გვინდოდა კიდევ ცოტა ხანს ეცოცხლა, მაგრამ მოკვდა. არ გამოგვივიდა. აფეთქდა მოღალატე. პატივცემულო პროკურორო, ახლა რა იქნება? უკვე აღარ გვაქვს ჩვენება იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც დავიჭირეთ. დიდი ალბათობით პირველივე მოსმენაზე მოსამართლე ყველას დარბაზიდან გაათავისუფლებს. მეგობრებს დაველაპარაკები, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს.
ილმაზი რა თქმა უნდა ციხეში დარჩება, მაგრამ რიзвანი და დანარჩენები ალბათ გამოვლენ. და გამოვიდნენ. და ეს სახელმწიფოს კისერზენო დააწვევიან. მათთვის პური და წყალიც კი ზედმეტია. დიახ, გამოვიდნენ, გარეთ ჩვენ მივხედავთ. მე კანონზე ვლაპარაკობ, მეთაურო, კანონზე. ყოველ შემთხვევაში ამ შენობაში მაინც. რა გითხარი ოღოს? ბატონი პროკურორი ჩვენთან მივიწვიოთ იმისთვის, რომ ბევრად უფრო შვიდ გარემოში ვისაუბროთ. კარგი. ახლა ერთ კითხვას დაგისვამთ. შემდეგ კი თქვენს განყოფილებაში წადით და გეგმები იქ დააწყვეთ. გისმენთ, პროკურორო. ჰალილ იბრაჰიმა საიდან გაიგო, რომ იქ იყავით და შეძლო აფეთქებამდე მოსულიყო? საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და სიკვდილს გადაგარჩინათ. მართალი ვარ თუ არა? ხომ ასე იყო? მიპასუხეთ. თავისი ოჯახური კავშირებით გაიგო, ბატონო პროკურორო, უფრო სწორად სიდადრს სიმამრმა უთხრეს. ამაში უცნაურს რას ხედავთ? ოღოს ბატონმა რიзвან ლეტომ შეხვედრისას მეუღლის აფეთქების შესახებ უთხრა. უნდათ ჰალილს გაეგო და ჩვენთან ერთად მომკვდარიყო. მაგ ჰალილ იბრაჰიმის ვერაფერი გავიგე. მეთაურო, თქვენ გაიგეთ? ორი პოლიციელის გადასარჩენად თავს, რომელიც დამნაშავე გაწირავს. ეს ადამიანი ამოვიცანი, პროკურორო, ამოვიცანი. ჯარში ასეთი ტიპის ძალიან ბევრი ვინმე გამიწორთვნია. მთელი მათი პრობლემა ის არის, რომ გმირობა უნდათ რომ ყველგან მათი სახელი ჟღერდეს. სიკვდილს უშიშრად შევხვდები, მთავარია ჩემზე მხოლოდ კარგი თქვენ და ასე შემდეგ. მის დამცირებას ცდილობთ, მაგრამ ეგ ადამიანი რომ არ მოსულიყო, უკვე იმ ქვეყნად იქნებოდით. მაგ ყაჩაღს ნუ დაუჯერებთ. გონია ჩვენ თუ გადაგვარჩენ სახელმწიფო მის მხარეს იქნება, მასთან კარგი დამოკიდებულება გექნებათ. ოღუსაც კარგი დამოკიდებულება ექნება, მაგრამ მე მოვტყუდები? არა. ყაჩაღი და ბანდიტი ყოველთვის ბანდიტია. კარგი. სახელმწიფო ადგილს კიდევ უფრო ნუ გადავტვირთავთ. ხომ იცით გარშემო უამრავი კრიმინალია. თქვენი ნებართვით. დიახ, ასეა. სამწუხაროდ ასეა. ჩვენ ზურგს უკან გეგმებს აწყობთ. ჭორაობთ. შემდეგ ყველა ისევ ცოცხალი რჩება. მაიორი მაინც უნდა მოგოშორებინა, ახლა შურისძიებას მოინდომებს. საკმარისია ნესი. ქრთამის გადახდის საქმე ჩემს თავზე ავიღე. გარეთ გახვალ, სხვა რა გინდათ? შეეშვით, იძიო შური თუ ასე უნდა. დიდი მადლობა. აშკარაა, რომ მამა შენმა გითხრა, რაც საჭირო იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე ჩვენს კეთილ საქმესაც კი არა იღებდი. კარგი. დარწმუნებული ხარ, რომ მაიორი რამე ახალ მიზეზს არ იპოვის და ისევ უკან არ დაგვაბრუნებს? არა უშავს თუ უკან დაგვაბრუნა. თავარია ფანჯრიდან არ გადაგვებდოს. თუ მოკვდებით, კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ხეიბრებად დავრჩეთ. ამ კაცის შესაძლებლობებს რატომ აზვიადებთ? ყველას თავისი სუსტი წერტილი აქვს. ჯერ აქედან გავიდეთ და შემდეგ მაიორსაც გავუსწორდებით. დიახ, სიძე. მოგვიწევს მოიფიქრო აქედან მე როგორ გამოვიდე, რადგან ჩემს თავზე ამდენი რამ ავიღე. არა, ეს მამაშენის საზრუნავია. მამაშენის საქმეში არ ვერევი ილმას. კარგი, თქვენ გადით და მეც მალე გამოყვებით. ამას როგორ შეძლებ, ძმაო, გაქცევას მოაწყო? შენ სიძეს მოკითხვა გადაეცი, უთხარი ილმაზი მალე გამოვა და შუაღამისას მოკლავს თქო. გაახარე. ჰალილ იბრაჰიმ, უფროსები მოვიდნენ. შემოვიდნენ. რაც არ უნდა იყოს ჩემი უფროსები ხომ არ არიან, რომ ფეხზე წამოვუდგე. რამდენიმე სიტყვას ვეტყვი და წავალ. რატომ მოვიდა? მადლობას ხომ არ ელის? ალბათ უნდა რომ თანაგრძნობა გამოხატოს, მეთაურო. არა, მისთვის არაფერი გვითხოვია, შესაბამისად არც ვალში ვართ. კარგი, დაჯექი. მიდი. ალიჯან. მარტო დაგტოვებ, ნახოთ რა უნდა. ნახოთ. როგორც მიბრძანებთ, მეთაურო.
ბატონი პროკურორი რას ამბობს? რა უნდა თქვას? ამბობს, რომ რიзвანი და დანარჩენები გამოვლენ, მაგრამ ილმაზი ვერ გამოვა. ილმაზი ვერ გამოვა რა? პროკურატურაში გავიკითხეთ და გვითხრეს, რომ დანაშაული აღიარა და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. არ მithქვამს, რომ გაათავისუფლებენ სასამართლო დანარჩენებს გამოუშვებს აუს. მაშინ ისი თქმა გინდა? მინდა გითხრა, რომ ეგ ილმაზ მარტენი გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მაგრამ ციხიდან გაიქცევა. ფრთებს გამოიბამს და გაფრინდება? აბა როგორ იზამს? ის დრო წარსულში დარჩა, დღეს მსგავსი რამ შეუძლებელია. მეთაურო, საშუალება არ მომეცით ადამიანი მომეკლა, სულ რამდენიმე წამში დაამონტაჟა ბომბი იქ, სადაც თქვენი მყოფებოდით. თან იმ მისამართზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხოდ დაასახელეთ. სიმართლე გითხრა, კოტლეტის საკითხიც არსებობს. რა კოტლეტის? იმ კაცის ბინძური საკვები რომ არ გვეჭამა, მე და ალიჯანი საჭმლის საყიდლად წავედით, აშკარა იქ ვიღაცამ გვიცნო. დიდი ალბათობით. სულ ესაა? თვით კრიტიკა კოტლეტშია? ეგ კაცი ჩემთვის რომ გადმოგეცათ, ახლა ცოცხალი იქნებოდა. თავი ვინ გონიათ? ვინ ხართ? ილმაზი ჩემთვის გადმოგეცათ. ესე იგი ჩემთან გადმოგეცათ ვინ ხართ? ადამიანი, რომელიც ამ ხალხს ყველაზე კარგად იცნობს. შეიძლება მე კარგად მიცნობთ, მაგრამ შეუძლებელია ამ ხალხს ჩემზე კარგად იცნობდეთ. უკანასკნელად გეუბნებით, ილმაზი ციხეში დიდხანს არ გაჩერდება. გონი რაღაცის თქმა გინდა. შენმა მეგობარმა უკვე გვითხრა, რაც უნდა და ახლა შენი ჯერია. ბიჭი მართალია მეთაურო, მართალია რა? ეს ბიჭი მომენტს ელოდება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ილმაზი მოკლას. როგორ მოკლავს მეთაურო? დაუშვათ, რომ ძველი ტაქტიკით ისარგებლოს. ბატონი პროკურორი მისცემს საშუალებას ერთ ციხეში აღმოჩნდნენ. ამ საკითხზე არ კი შეხვდება. ამ ყველაფრის თქმა არ მჭირდება. წადი და შენს მეგობარს უთხარი, თუ ილმაზის მკვლელობას ეცდება, ჯერ ჩემთან გასწორება მოუწევს. დაამადე. Hoş geldin oğlum. გამარჯობა შვილო. გამარჯობა დედა. ციხეში პაემანზე იყავი? კი, ვიყავი. ჩემი თუნჯეის ნახვა მინდოდა და თან გადავწყვიტე მამა შენისთვის ორიოდე სიტყვა მეთქვა. Babana iki çift laf et. მან კი საპასუხოდ რაღაც გითხრა, შენ თავი ვერ შეიკავე და ქალიშვილს მოუყევი. ქალიშვილმა კი ქმარს უთხრა და სიკვდილთან შესახვედრად წავიდნენ, ასე არა? რა? რას ამბობ ფიქრეთ? იმას, რომ არ დაუჯეროთ, რიзвან ლეტოს არ დაუჯეროთ. ერთი წუთით რას ნიშნავს სიკვდილთან შესახვედრად წავიდნენ? ნუ გეშინი, არაფერი მომხდარა, მაგრამ სულ რაღაც ორმა წამმა გადაარჩინა. ის პოლკოვნიკი მოიჩორეს, რომელიც ალაპარაკდა და მათი ციხეში ჩასმის მიზეზი გახდა. როგორც ჩანს, იქ დიდი ხნით არ დარჩებიან, მალე გამოვლენ და ქმარს მალე ნახა, ნუ გეშინია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შენ გაგშორდება და ასიეზე დაქორწინება თუ არა, ამის თქმა არ შემიძლია. არანაირი განქორწინება არ იქნება. და საერთოდ დედას რატომ არ იცავ? მამა შენის წინაშე რატომ არ დადგები და არ ეტყვი, რომ არანაირი განქორწინება არ იქნება? ამას ეტყვის ფიქრეთი, რომელიც თვითონ განქორწინების ზღვარზეა? ამ ორი სიტუაციის შედარება შეიძლება? აი შესახლიდან რომ არ წასულიყო, გონია განქორწინების ნებას მიგცემდი? ბოდიში დედა, მაგრამ ნებართვას შენგან ავიღებდი? აიში ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის მიზეზი გახდა. შენი აზრით ისევ დაქორწინებული უნდა ვიყო ქალზე, რომელიც ამბობს, რომ ღირსია თუ მოკლეს? თუ ასე მიუდგებით, მაშინ მამა შენმა უამრავი რამ დააშავა. საკინე. დედა შენი ამბობს, რომ ბუდე სულ სხვა რამეა. როგორც არ უნდა იყოს დეიდა საკინე ამბობს, განქორწინება არ მინდაო. კარგი. გესმის? კარგი. მაშინ მოთმინებას რომ დამაკარგვინებს, დაურეკე და ელაპარაკე. ეს საქმე გადაწყვეტილია. ხორცშესხმული მძვინვარებაა. სიტყვას ვერ ეტყვი. ნედიმე, რა? შენი გათვლა სრულია ჩამოიშალა. Benim hesabım. და რა გათვლა მქონდა? იფიქრე თუ აიშეს და ფიქრეთის ურთიერთობას დაალაგებდი, ასია და რიзвანი დაქორწინებას გადაიფიქრებდნენ. წაიკითხე, კარგი, ჩემი აზრებიც წაიკითხე საკინე. მხოლოდ ეცხა გაკლდა არა? ღმერთმა დამიფაროს. გააგრძელე, სურვილი აღარ მაქვს. შვილო, მისმინე, დედა შენი არაფერს ამბობს, ციხეში შესვლის ნებართვა როგორ მიიღეთ? დედამ პროკურორი გაასულელა. ცოტა ცრემლები, ცოტა ოჯახზე საუბრით და სულ ეს იყო. დეიდა, მამა რიзвანი ჩვენ სიტუაციაზე რას ამბობს? რომელ თქვენ სიტუაციაზე? უკვე მართლა ვერ ხვდები, რატომ არ მიმჩნევთ? Anlayamıyorum artık ya. თუ ფიქრებთან დაკავშირებით არავინ არაფერს მოიმოქმედებს, თვითონ მოვიფიქრებ, როგორ დავსაჯო. Bunu bulayım. როგორ სასჯელზე ლაპარაკობდა აიშე? ჩემი დანაზოგი მეც მაქვს ძვირფასო თამერ. Benim var yani Tamer'cim. ვინმეს დავიქირავებ და დამლას თავიდან მოვიშორებ. Kaldırtırım. შვილო, სულ გაგიჟდი?
დამლა ვინ არის? ჩემი ქმრის საყვარელი დედა. მაგრამ არსებობს ნარგიზი, დურსუნი და იავუზი. მათთან საქმის დაჭერას არ გირჩევ. არ ჩემთან საქმის დაჭერა შეიძლება. ამას ყველა მიხვდება. წადი, შენს ციხეში წადი. ფიქრეთი დამლას მოიჩორებს თავიდან. შემდეგ ვინმე ახალს ნახავს და მესაბეცოლად იმას მოიყვანს. კარგი დეიდა თუ ასია, რამე შემომთავაზე. თამერი აქ უსაკ მოძის. ჩემი ძმა ქუჩაში დადის, ყოველგვარი სიამაყის გარეშე. წავიდნენ და დამლას რამე მოუხერხონ. თუნჯაის ვერცერთი შეედრებით. დავაიში, ასეთი რამ შეგვეფერება? კარგი რომ გეთქვა წადი და ძმა ფიქრეთს ესროლე, წავიდოდი და დაუფიქრებლად ვესროდი პირდაპირ ფეხებს შორის. ვის უნდა ესროლო? ვის? თანაც ფეხებს შორის სროლას აპირებს. ადგილს ორი სიტყვით მოგიჩენს. მომინდომა აქ ფეხებს შორის სროლა. დეიდა რამე მოიფიქრე. დიდი ალბათობით უამრავი სასარგებლო ადამიანი ყავს. არა, ჩემს ხელში ადამიანები აღარ დარჩნენ, ყველა გავუშვი. ერთი კარგი მამაკაცი მყავდა ფიქრეთი, მაგრამ გიღალატა. დავაიში, შეგიძლია არ ინერვიულო, ამბობენ მამა მალე გამოვა. საქმის ვითარება სრულიად შეიცვალა. მამა ჩემს ძმას ისედაც აღარ სწყალობს, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დასჯის. თუ გამოსვლის შემდეგ არაფერს იძამენ, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. ამას შეხედეთ, ჩვენი პირველი ლედი. ასიე, ეს გოგო საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ავად გახდება. ამას რატომ ამბობ? მხოლოდ იმას აკეთებს, რომ საკუთარ პრობლემებს თავს გვახვევს. მეთაური უღოზი მოდის. მეთაური რატომ მოდის? მადლობის სათქმელად? რამდენი მადლობაც არ უნდა გადაგიხადოს, მაინც ცოტა იქნება. სიკვდილს გადაარჩინე და მადლობლები მაინც არ არიან? ასეა? ილმაზი მათთვის მნიშვნელოვანი დამნაშავეა, უამრავ დანაშაულს აღიარებს და პოლიცია ფიქრობს, რომ კანონდარღვევების მთელი სერიების გახსნას შეძლებს. ამიტომ უნდათ რომ იცოცხლოს. მადლობ. ყველას მოგესალმებით. გამარჯობა. მოვედით რომ მალე გამოჯანმრთელება გისურვოთ, მაგრამ როგორც ვხედავ, უკვე კარგად ხართ. მადლობ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. სამსახურში როდის დაბრუნდები? მართალი გითხრათ, იმედი მაქვს ძალიან მალე, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გინდათ. მოწმის მკვლელობა ჩვენი მამების მდგომარეობას ამსუბუქებს, ხომ ასეა მეთაურო? დიდი ალბათობით. ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობ, ჩოთა. კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ. ჩვენი საუბარი მოგვიანებით გავაგრძელოთ. კარგი. იავუს, მეც მომაწოდე. მადლობ. წავედით. აუს. იმის მოსმენაც კი არ მინდა რის თქმასაც აპირებდი. აი ხედავ, ჯერ არ დამიწყე და უკვე მეწინააღმდეგება. ძმაო, მაიორმა მეჯნუნმა აქ რატომ გამოგზავნა იცი? მითხრა წადი და იმ არანორმალურს გადაეცი, რომ თუ ილმას რამე მოუვა, პასუხს პირადად მე მომთხოვო. არაფერი გესმით? გარეთ ილმას ვერაფერს დავაკლებ, ძმაო. გაფრთხილებთ, ეგ ილმაზი ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, მაგრამ გაიქცევა. აი ნახავ. როგორც ხვდები, მეთაურს უნდა გითხრას, რომ საჭირო არ არის ისევ ციხეში წახვიდე იმისთვის, რომ ილმას რამე დაუშავო. ასე არ არის? ოღუს. გულახდილად გეტყვი ბიძია. ჰალილს რა ჩანაფიქრიც არ უნდა გქონდეს, უთხარი არ გააკეთოს, მაგრამ სამწუხაროდ წარმოდგენა არ გვაქვს ამ ბაშბატონმა რა ჩაიფიქრა. არანაირი ჩანაფიქრი არ მაქვს, ძმაო. აქ მშვიდად ვიქნები, მაგრამ თუ ჩემი ვარაუდი გამართლდება, თუ აღმოჩნდა, რომ სიმართლეს ვამბობ, მაშინ წავალ და მაიორს პასუხს პირადად მოვთხოვ. დიდი ალბათობით მაიორი თვალს არ მოგაშორებთ, ამიტომ სერიოზულად გაფრთხილებ, მშვიდად იჯექი და არაფერი მოიმოქმედო. მაიორს კიდევ უფრო ნუ გააბრაზებ. ხომ იცი რომ არანორმალურია? ეს ყველაზე კარგად შენ იცი. ვიცი ძმაო, ვიცი. კარგი, თვალს ნუ მომაშორებს. ან აქ ვიქნები, ან კაფეში, ვისაც უნდა მithვალთვალოს. ერთობლივი წეულება მოვაწყოთ, ნედიმე. მოვაწყოთ ნარგის, მოვაწყოთ.
სად? ჩვენთან თუ თქვენთან? რას ამბობს საყვარელო? სახლში რა საჭიროა? ქალაქის ცენტრში. ერთხელ მაინც მოგვემსახუროს სხვა. ისი ამბობ ნარგის თითქოს სახლში საქმე შენაკეთებდა. ზუსტად ამას ამბობს საკინე. გამუდმებით გვემსახურებით. მოდი ამჯერად ქალაქში წავიდეთ. სხვები მოგემსახურებიან. არაკ მადლობ. მე არ წამოვალ. ახალგაზრდებს თუ უნდათ, ელიფი წამოვაქმართან ერთად. ზეინეფის რესტორანს გულისხმობთ? რა თქმა უნდა საყვარელო. ამავდროულად მეგობრებს და მტრებს ვაჩვენებთ, რომ ერთად ვართ. შენეხმარი ციხეშია დედა. მტრებიც მის გვერდით არიან და რამდენიმე დღეში გამოვლენ. ძალიან კარგი. თუ გამოვლენ დურსუნიც ჩვენ გვერდით იქნება. ამ მიზეზით ზოგიერთი პრობლემაც მოგვარდება. შესაძლებელია, მე თანახმავარ. შოთა შეატყობინეთ მაგიდას დაჯავშნის. რესტორანი დავხუროთ ფიქრეთ ბეი. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, რომ მეგობრებმა და მტრებმა ერთად გუნახონ შოთა. რესტორანს თუ დავხურავთ, ვინდა გვინახავს? ჩვენ სასტუმროში რატომ არ ვაწყობთ ვერ ვხვდები. ხალილ იბრაჰიმი და ზეინეფიც იქ მოვიდოდნენ. საყვარელო, ეს ტრადიციაა. ახლად გახსნილ რესტორანში უნდა მიხვიდე და მიულოცო. ჩვენი შეკრება უბრალოდ მიზეზი იქნება. ჩვენ სასტუმროში როგორმე სხვა დროს მივიღებთ. კარგი. საყვარელო ნარგიზმა ისევ რაღაც ჩაიფიქრა. ფრთხილად იყავი ეგ სადილი თქვენთვის წყევლად არ იქცეს. განა ნარგიზ რამე კარგის გაკეთება შეუძლია. თავარია ეს ამბავი მეორე სახლის ბინადრებმა არ გაიგონ. გაიგონ შვილო. უფრო მეტიც, დედას დაურეკე და შეატყობინე. იცოდეს ვინ ვის გვერდითაა, როცა რამის გაკეთებას გადაწყვეტს. სალათი უგემური გამოვიდა. ლევენტ მარელი მომაწოდე. შვილო, მარელი მომაწოდე. გმადლობ. შვილო, ასე ჩუმად რატომ ხარ? რა გავაკეთო დედა? ვიმღერო, ვიცეკო თუ რა ვქნა? დედა შენს იმის თქმა უნდა, რომ საკუთარ თავში არ უნდა ჩაიგეთო. გული გადაგვიშალე ისე, როგორც ამას შენი დააკეთებს. ძმაულევენთ. სხვათა შორის გეტყვი, რომ დააიშემ გვისაყვედურა. ამბობს, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა ის უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა. და რა უნდა გავაკეთოთ? ძმა ფიქრეთთან მომხდარ სიტუაციაზე დამლასთან დაკავშირებით. ვის? ძმა ფიქრეთთან დამლაზე. გულახდილად გეტყვი, ასეთ ადამიანებს არ ვიცნობთ ამირ. რას ნიშნავს არ იცნობ? მეც იგივეს გეტყვი. წადი და რამე გააკეთე, ასე უმოქმედოდ ნუ იჯდები. უნდათ რომ ფიქრეთთან შეგარიგონ, ნუ შეურიგდები. მეტისმეტად დიდი რეაქციაა. შემეშინდა კიდეც. ნუ თუ ფიქრეთი შეძლებს მსგავსი წყენა გადაიტანოს. ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ. მოღევი რა მოხდა იქნებ ჩვენ დავიჯეროთ. ლეილას ველაპარაკე. აპირებენ იფთარი მოაწყონ. ყველა ერთად იკრიბება. წარმოუდგენელია. ასე დაუჯერებელი რა არის? როგორ უნდა მოიქცნენ? განცხადება ყველამ სათითაოდ გააკეთოს? რა ქნან? უნდათ რომ იფთარი ქალაქში მოაწყონ. ფიქრეთი დამლა, ხალილ იბრაჰიმი, ზეინეფი და რა თქმა უნდა ნედიმე და ნარგიზიც დაესწრებიან. აზროვნების უნარი სულ დაკარგეს. უნდათ რომ ჩემი შვილები მკვლელებად აქციონამ წმინდა თვეში. ესენი? სულ ამდენი დამრჩა დეიდა. რაში მაინტერესებს? რაც უნდათ ისკნან. თავარია ჩვენგან რაც შეიძლება შორს იყვნენ. მისმინე. ვინ მის დაურეკა? შენ დაურეკე ლეილას თუ თვითონ დარეკა? არა, თვითონ დარეკა. მისი მადლობელი ვარ, ყოველდღე მირეკავს, მკითხულობს როგორ ვარ. მისი მადლობელია. twini სულ არ გააჩნიათ. ნარგიზმა უბრძანა და ერეკა. ნარგიზმა უბრძანა ეს სიტყვები გადაეცი და უარესად გაგიჟდებაო. იმიტომ რომ ქორწინება რაც შეიძლება მალე გაანადგურო. ამას სპეციალურად აკეთებენ. გავანადგურებ. გავანადგურებ, მაგრამ არა ქორწინებას. ორივეს გავანადგურებ. ახლავე გავფრთხილებთ. იმ სადილზე მეც მივალ. რა ხდება? ჩემს დას რიტყვებავთ. ეს გოგონა ღვიძლს ჭამს თუ გულს? რა გჭირს ასე რამ გაგაცოფა? შეგიძლია მშვიდად იჯდე რქებ დადგმული, შენ სიამაყესაც მე გადავარჩენ, ღმერთის დახმარებით. ვისგან უნდა გადამარჩინო? უკვე ისედაც გადავრჩი. ზეინებს გადავურჩი, დამლას გადავურჩი.
თქვენს მსგავს ადამიანებს გადაურჩი იმით, რომ ცოლი არ მომყავს. მამა ციხეშია, ისიც თავიდან მოვიშორე. გეფიცებით, რაც გინდა თქვენით, საერთოდ არ მაღელვებს. თამირ, დესერტი მომაწოდე. ცოტა ნუშიც დამიმატე. აიღე. იქნებ დაგახრჩოს. სოფიანი. აი შეცაქციელი ძალიან მაშინებს. ფრთხილად იყავით. წვეულებაზე არ მივიდეს და ფიქრეთ სახეში ნუში არ შეაყაროს. მასიე, გაცინება არ მინდოდა. გული მიიგრძნობს. არ არის გამორიცხული. საშინელი ხალია. ღმერთმა მარჯვენა დაგილოცოს. შეგერგოს. ფიქრეთ. რა? დედამ შემოგთავაზა იფთარზე ყველა ერთად წავიდეთ. ხომ ხვდები ეს რატომ შემოგთავაზა? იმიტომ რომ ყველას დაანახოს რომ ერთად ვართ. ეს ამიტომ თქვა. რა თქმა უნდა ვიცი. მივხვდი რასაც ცდილობს, მაგრამ არ უნდა მეთქვა? თუ არ გინდა დავალაპარაკები. ვალდებული არ ხარის გააკეთო. როგორც უკვე თქვა, თუ მამა ციხიდან გამოვა, ყველა ერთად ვიქნებით და ეს თემა ბოლოს და ბოლოს დაიხურება. ეს თემა არ დაიხურება. აიში ამას არ დაუშვებს. არ გაგშორდებ. თავს არ დაგანებებს. ეს აიშეს პრობლემაა დამლა და არა შენი. ხომასია? კარგი, მაგრამ განქორწინება გინდა? უბრალოდ ურთიერთობაში მსგავსი რამ ხდება ხოლმე. უბრალოდ რომ დასაჯვანჭკო აასწავლო. შეიძლება ამას იმისთვისაც გიაკეთებ, რომ ქორწინება გადაარჩინო. მისმინე დამლა. შეიძლება აიშესთვის მიზეზი გახდი, რომელმაც ეს ქორწინება დაანგრია. მაგრამ ჩემთვის ქორწინება შენ კი არა, თვითონ აიშემ გაანადგურა. აიშემ დაანგრია. ჩემო საყვარელო. ძვირფასო? გემრიელად გამოიყურება. მე მოვამზადე. ეთყობა. როგორ მივხვდი? არც კი გაგისინჯავს. შენი სახის გამომეტყველებით სახეზე გეწერა, მე მომამზადე. გინდა თქვა რომ ჩემი სახის გამომეტყველებით ყველაფერს ხვდები? დიახ. სულ ყველაფერს? კი. კარგი. მაშინ ახლა რაზე ვფიქრობ? არ გეტყვი. არა, მითხარი. არ მინდა ხმამაღლა თქვა ზეინებ. განწყობას ნუ გავიფუჭებთ. განწყობა რატომ უნდა გავიფუჭოთ? რა მოხდა? ის რაც დღეს მოხდა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და თემა დავხურეთ. იმას უგულისხმობ, რაც დღეს სახლში მოხდა. სახლში რა მოხდა? ტანსაცმლის მოტანა ვთხოვე. რადგან ყველაფერს ხვდები, არ გიფიქრია, რომ შეიძლება მეწყინოს. მიხვედი და ტანსაცმლის მოტანა ჯეილას თხოვე. მითხარი, რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდოდა. შეიძლება. მაგრამ თუ ერთმანეთზე ნაწყენი ვიქნებით, ყველაფერი ჯეილას უნდა სთხოვო? არა, იმას ვთხოვ, ვისაც პირველს დავინახავ. მაგალითად, სემას, ედანოვსან, დედა ფატმას. არ ვიცი. არ ინერვიულო. არ დაუშვებ სხვა იყოს პირველი. რამე ხომ არ გინდა, ჰალილ იბრაჰიმ? რამეს მოგიმზადებ, ჰალილ იბრაჰიმ? მერთმა მარჯვენა დაგილოცოს სიხარულო, უგემრიელესე გამოქსულია. დიახ. მოგეწონა? გემრიელად მიირთვი. ერთი კვირის შემდეგ.
მე ძახდით მეთაურო. ალიჯან, დავალებას მოგცემ, შეგიძლია შეასრულო. რას მებრძანებს მეთაურო? ნუ აზვიადებ, შეუძლებელია ყველაფერი შეასრულო, რასაც გიბრძანებ. ჰალილ იბრაჰიმს არ უნდა მოშორდე. ვერ გავიგე მეთაურო. მეთაურს იმის თქმა უნდა, რომ ჰალილ იბრაჰიმი რამეს მოიმოქმედებს ილმაზის წინააღმდეგ. ამას როგორ შეძლებს მეთაურო, ადამიანი ციხეშია. კომენტარის გარეშე ალიჯან, რომ ვიცოდეთ ამას როგორ გააკეთებს, თვალთვალს არ დაგავალებდით. ამ მაფიოს უნდა ჩაეჭიდო. როცა სახლიდან გამოვა, უკან გაყვები, როცა კაფედან გამოვა, შეიძლება წინაკარიდან შევიდეს. მაგრამ უკანაკარიდან ვერ უნდა გამოვიდეს, გამოდმები თუ თვალთვალე. თუნდაც წამით მაინც თუ ვეღარ დაინახავ, მაშინვე შემატყობინე. ყურადღებით მომისმინე. პაროლია ტკიპა. გასაგებია? პაროლი ტკიპა. გასაგებია მეთაურო. ალიჯან. სამოქალაქო ფორმა ჩაიცვი. როგორც მიბრძანებთ მეთაურო? მართლა დიდი წვლილი შეიტანა ოღოს. სამოქალაქო ფორმა ჩაიცვი. ჰალილ იბრაჰიმი ვერ მიხვდება რომ უთვალთვალებენ, იმიტომ რომ სამოქალაქო ფორმით იქნება. დიახ, უნდა მიხვდეს რომ უთვალთვალებენ და არაფერი გააკეთოს. ასე ამიტომ ვიქცევი. გესმის? მეთაურო ისედაც უთხარი რომ არაფერი მოიმოქმედოს, იცის რომ უთვალთვალებენ. ასე იმიტომ ვუთხარი რომ ალიჯანმა სხვისი ყურადღება არ მიიქციოს. შენ რას უზამდი ილმაზის მოკლა რომ მოინდომოს? არ მეტყვი რას უზამდი? მითხარი. მეთაურო, მე და ჰალილ იბრაჰიმს განსხვავებული მეთოდები გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ფორმა მაცვია. ხომასია? არანაირი ფორმა არ გაცვია. კარგი. მაგალითად, შორიდან რომ ვესროლო სანამ მანქანაში ჩასვამენ, მაშინ რა იქნება? ბიჭებმა საჭირო ზომები უკვე მიიღეს მეთაურო და თან ჰალილ იბრაჰიმი შორიდან არასდროს ესვრის ყველაფერს ერთი ერთზე გააკეთებს. კიდევ? მეთაურო, ამაოდ ცდილობთ რამე მათქვემინოთ. მგონი ჯობია ჰალილ იბრაჰიმი დაგითხოთ. დაკითხვაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს, არა? კარგი ფაქტია, რომ არ შემიძლია ის მოგცეთ, რასაც ჩემგანელით. შეიძლება წავიდე მეთაურო. კარგი წადი, მაგრამ შორს არ წახვიდე. თუ რამე გამახსენდება, დაგიძახებ. კარგი? როგორც მიბრძანებთ. მიდი შვილო, შენც გაემზადე. შენი განცხადებაც შეიტანეს, დიდი ალბათობით ჩვენთან ერთად გამოხვალ. მიდი. მართლა მამა? მართლა შვილო. შენ ჩემი უმცროსი ვაჟი ხარ, გეგონა აქ დაგტოვებდი? შენი პირველი ვაჟი ვინ არის, რიзвან? თავის ტკივილი? ნესიმ. ასეთი შვილი არ მყავს. მხოლოდ თუნჯაი დამრჩა. მამისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, მალე ყველა დაინახავთ მისთვის მე რას გავაკეთებ. ამ ბავშვს ნუ დაგუპავ რიзвან, რადგან ციხიდან გადის მიეცი საშუალება სწავლა დაამთავროს. განამაზე კარგი სკოლა არსებობს დურსულ. ჩემთან ერთად თუ დარჩება, როცა ციხიდან გამოვა, ყველას მართვა შეძლებს. არავის მართვა არ მინდა, ჩემთვის საკმარისია აქ აღარ მოხვდე. ოჩახ თუნჯაი, ოჩახ. შენ სასაკში გამოდმებით ციხეში შემოვდიოდი და გავდიოდი. თუ ერთი შემთხვევაც კი გაკვეთილი იყო, მაშინ კარგი ბიჭი ყოფილხარ. ოჩახ. მიდი შვილო მოემზადე. რას უყურებ? მიდი. ბეილარ, ბატონებო, მანქანა მოვიდა. მზად ხართ? წავედით. ღმერთი გფარავდეთ, ბატონებო. აიშე, კარგი იქნება შენც თუ წამოხვალ შვილო. დღეს მამა შენს გამოუშვებენ, არც ლევენტი მოდის. რომ გითხოს რა უნდა ვუთხრა? ვუთხარი რომ თუ გამოუშვებენ საღამოს მისი ქალიშვილი იფთარზე წაიყვანს. მაგიდა უკვე დავჯავშნე. მისი გამოსვლა რომ აღნიშნოთ. მაგიდა ვისთან დაჯავშნე? ედანურთან.
შენ ჯავშანს არ მიიღებს. Kendi adımı ჩემი vermedim სახელი არ herhalde, მიდგომ, başkasının სხვისი oydu. სახელით ვესაუბრე. 7 kişilik yer ayırdım. მაგიდა 7 ადამიანისთვის დავჯავშნე. ვინ არის ეს 7 ადამიანი? ჩვენ ყველა შუა გზაზე ხომ არ მიმატოვებ? Tek başıma ვიფიქრე რომ göndermezsiniz მარტო diye არ düşündüm. გამიშვებდით. ხოჩა, კარგია, სწორად მოიქეცი. რიзвანი და ძმა ნესიმი გამოდიან. შვენიერია, წავალთ და არც ჩვენ დავაკლებთ. რადგან ასე გვითხრეს, ჩვენც წამოვალთ. ნესიმი ნამდვილად არ წამოვა ასიე. ფიქრეთი რომ დაინახოს ნაკუწებად აქცევს. İnşallah. ამინ დედა. Babam o kadarını ფიქრეთ halletsin. მამას მივანდობ. Ben aradım ამასობაში კი odamla მე dalarım. დამლას მივხედავ. მე არ წამოვალ. არც ერთ თარზე წამოვალ და არც სასამართლოში. გინდათ ყველას წინაშე შეგვარცხინოთ? იძა ხოლ სადაც დედა შენი მიდის. მერთო ჩემო, როცა მიხვალე და ნურს მოსვენება არ მისცე. აინახავ, მიხვდება რა დაკარგა. აუცილებლად მიხვდება. ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა, დედას დაუჯერე. ადამიანს გზაში გაიცნობ. რადგან ასე ვამბობ, ესე იგი ასეა. წამოდი, წამოდი. კარგი. წავედით. საკინე, გავდივარ. სად მივიხარ? Tuncay'ımın da იქნებ დღეს ჩემი თუნჯაიც გამოუშვან. ღმერთმა ქნეს. ხომ ამბობდი რომ მხოლოდ რიзвანს და დანარჩენებს გამოუშვებდნენ. ადვოკატმა თუნჯაის გამოშვებაც მოითხოვა. კარგი, გილოცავ. იქნებ თუნჯაიც გამოუშვან. Rızvan biraz daha içeride კარგი kalsaydı იქნებოდა iyiydi რისვანი ama. ციხეში კიდევ ცოტა ხანს ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ? Hadi size kolay კარგი, gelsin. წარმატებები. გმადლობ. Anne, sen დედა ზედმე და თუხე შედელაპარაკები. გეფიცები ერთხელაც პასუხს გაგცემს. ჩემს ადგილზე საკუთარი თავი წარმოიდგინოს. იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს, რას ვგრძნობ. Ay, seni de bu შენი çabuk ამდენი ilgili მცდელობა bitirdi ya. მანადგურებს. Onlar hiçbir şeyden anlamaz. ვერაფერსაც ვერ მიხვდებიან. Sürekli kendini haklı gören ეს bir ადამიანები insan ფიქრობენ, რომ anlayabilir. ყოველთვის Nasıl მართლები არიან. Allah aşkına. Kolay gelsin. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გმადლობ. Ben bir şey soracağım. რაღაც მინდა გკითხოთ. Şimdi ben akşam არ vicი სადილზე რა ჩავიცვა. Buraya da çok bir şeyler აქაც gelmedi. ძალიან მცირე რაოდენობის დასაცმელი მაქვს. Şey yapalım, Zeynep'in შეგვიძლია gardırobundan ზეინების sana გარდერობიდან რამე შეგირჩიოთ. Ama მაგრამ Zeynep'in მგონია kıyafetleri ზეინების დასაცმელი არ მომერგება. Olmaz gibi sanki. Yok Ara, ya, ara, buluruz mes sana vibovit. bir şeyler. თავისუფალი სტილის დასაცმელიც იქნება. Ama sen მაგრამ თუ iftar იფთარზე yemeğine საღამოს gideceksin, კაბაკინდა ჩაიცვა, მაშინ istersen მოგიწევს altın მაღაზიებში alışverişi წახვიდე. yapalım. ღმერთმა არ გიწყინოს. იფთარზე საღამოს კაბი წასვლა როგორ შეიძლება? Yok, არა, ben ისედაც zaten საკმარის kaçacak ყურადღებას gerek ვიქცევ. yok. Daha არ sonra bir მინდა. şeyler seçelim. უბრალოდ შევარჩიოთ. Olur, hadi gel. შევარჩიოთ. დედა შენს იმენს ვტოვებ. კარგი შვილო. Kolay gelsin. ღმერთი თქვენგენ. გმადლობ.